მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობების საქართველოსა და უკრაინას შორის. ამ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც არის გადასატვირთი საუბარია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე, აღნიშნა პრემიერმა. პარლამენტმა მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცეს პროექტი, რომლის მიხედვით სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლება 1-დან 2 წლამდე იმ ეკონომიკურ ოპერატორებს ეზღუდება, რომლებიც შავ სიაში იქნებიან შეყვანილი. აღნიშნული აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდგენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზეც. პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. დაჩქარებული წესით განიხილეს და სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცეს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი დიპლომატიის აკადემია შეიქმნება. დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების 1-წლიან კურსს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით დიპლომატიის აკადემიის შექმნა და ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დიპლომატიური სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას. თავმოყარეობა, რომ ჰქონდეს გორის პოლიციის ან რესპუბლიკის ხელმძღვანელობას განცხადება უკვე უნდა ჰქონდეთ დაწერილი გადადგომაზე. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომელიც გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემას აპროტესტებს. სურგულაძის თქმით, როგორც გორში, ისე თბილისში არსებული ხელმძღვანელობა პოლიციელებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების საშუალებას აძლევს. ხელმძღვანელობამ, ვინც ზის არა მარტო აქ, არამედ თბილისშიც მისცა უფლება, როგორც გინდა, ისე მოიქეცით. ნელ-ნელა კი არა, სწრაფად ჩვენი პოლიცია სიკვდილის ესკადრონებს ემსგავსება. თავმოყარეობა, რომ ჰქონდეს გორის პოლიციის ან რესპუბლიკის ხელმძღვანელობას განცხადება უკვე უნდა ჰქონდეთ დაწერილი გადადგომაზე. ამას არ გააკეთებენ, რადგან მაგათი ნებართვითაა ეს ყველაფერი, განაცხადა სურგულაძემ. თუ იქ იქნება თანხwebdriver გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თუ ეს პრინციპი ამ საკითხთან მიმართებაში აქტუალური იქნება, მოცემულობა ისაა, რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა შეკითხვას, მას შემდეგ რაც დიპლომატიის აკადემია ამოქმედდება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადავა თუ არა მილევად რეჟიმში ისეთი ფაკულტეტები, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, დიპლომატიური აკადემია რომ საჭიროა ეს ნათელია. დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტიას ახალი და მის პოლიცსაბჭოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მირდად ქამადაძემ დაწერა. მისი განმარტებით ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი. ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური, დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიცსაბჭოს, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი. უბრალოდ დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ჩემსა და პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც ამ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამ მრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმაში ნაარსზე მნიშვნელოვანი ხდება, განაცხადა ქამადაძემ. ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ქართულ ოცნებას, იმ ადამიანებს, ვინც რეალურად შექმნა ეს სისტემა. ეს კონკრეტული ფაქტი, რომ არ გასაჯაროვებულიყო დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი დღეს როგორც დამნაშავე, ისე ეყოლებოდა ამ სისტემას დაკავებული. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ თურმე ეს ყოფილა მცირე გადაცდომა. პოლიციელები რომ ჯგუფურად ძალადობენ რიგით მოქალაქეებზე, ამას თურმე ჰქვია მცირე გადაცდომა და მათთვის მზია ამაღლობელი არის სასტიკი დამნაშავე. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. ფარულავას თქმით, მომხდარი ფაქტი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და ამაზე პასუხისმგებლობა როგორც უშუალო ხელმძღვანელებმა, ისე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
რუსეთის სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები 30 მაისიდან ამოქმედდება. უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთიდან პროდუქციის მიწოდებისას მზარდი დარღვევების ფონზე და ფიტოსანიტარული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. განცხადების თანახმად დროებითი შეზღუდვები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი არ დაინერგება. როგორც ირკვევა, არსებული ვითარება რუსეთში ფიტოსანიტარულ მდგომარეობას საფრთხეს უქმნის. უკრაინა ევროკავშირისგან 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 2.8 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. საბჭოს განცხადებით აღნიშნული თანხა დახმარების მეშვიდე ტრანშია, რომლის გამოყოფის მიზნით უკრაინამ 20-დან 11 ნაბიჯი წარმატებით შეასრულა. მოსალოდნელია, რომ უკრაინა ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხას ივნისის დასაწყისში მიიღებს. ლატვიის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ლატვიის სეიმმა ახალი მთავრობის ფორმირებას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა ქვეყანაში დრონების შეჭრის ინციდენტების გამო 2 კვირის წინ გადადგა. პარლამენტმა 66 ხმით 25-ის წინააღმდეგ ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანდრის კულბერგსი დაამტკიცა. ლატვიის ახალი ოფიციალური მთავრობა 4 პარტიისგან შედგება. პარტია გაერთიანებული სია, ეროვნული ალიანსი, ახალი ერთობა და მწვანეთა და ფერმერთა კავშირი. პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პირობა დადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და აქცენტს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გააკეთებენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ბაიბა ბრაჟე გააგრძელებს. კიევზე დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უცხოელი ელჩების მიერ კიევის დატოვების შესახებ გაფრთხილება სრულიად სერიოზულად და გააზრებულად გააკეთა. ჩვენ გაფრთხილება გავეცით, თუ როგორი ძლიერი შეიძლება იყოს დარტყმა და ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, განაცხადა შოიგუმ. ასევე მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მასალის საწარმოო ობიექტებს დაუყოვნებლივ დაარტყმს. როგორც კი უკრაინაში მსგავსი საწარმოო ობიექტები გამოჩნდება, ჩვენი შეიარაღებული ძალები დარტყმას განახორციელებს. აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.